რას გავხარ, შეჩემა, რას გავხარ? ეს როგორ შემოხვედი, ტო? სტახანოველი ხარ, ბიჭო. ეს როგორ მოხვედი, ბიჭო? ეს უდაგენს რა, ჩომბე, ღია გაქვს, ბიჭო, კარე. კალენ, ისევ საქმეში ხარ? აბა, გაახარე, ჩომბე. დნება, მაყუთი? დნება, ჩომბე. სუტაჩნი გინდა? ოც ჩომბეშია, კუჭი და მომისმინე. ის ძველი კასეტები ხო გაქვს კიდე? ხო, როგორ არა? სკოლკა? როგორც იყო 23. აკარტატეკა? Сохранил. Чомбе знает свое дело. Коте რო იყო ზანაში, помнишь? Коте. Томарадзе. მაგის დისკი ხო გაქვს? დააქნია? დააქნიეს. მომისმინე. ეხა კერძო საათო გადოფირმა აქვს. მანქანაში ჩაჯდები. აი ამის ამარზე მიხო. ეგერ. ოფისში შემსვლელი, გამოსვლელი, ყველა უნდა ჩააგარტო ჩოჩოვიჭა. შენი პასა ჩხაკუნობს კიდე? ჩხაკუნობს, ბიჭო, ისე ჩხაკუნობს. очень хорошо. მომისმინე, მანქანაში ისაუზმე, ისადილე, იუახშმებ. Ва. А если захочется писать? Памперс ამოისმევ, ჯიგარი, პამპერს. Зверია, то. აი, ჩომბე. სამი დღისა, დავშევიდნენ ლოცი. Каледжан, ისევ კულტურно იძლევს მაყუთს. Вот уважаю. ჯერჯერობით ეს არის, მიდი დისკები მომიტანე, მიდი. ეხლავე. მიყვარს აქაურობა, ჩომბე. შენ დისკი. ახალი ლეპტოპი გაქვს, ჩომბე? როგორ? ეს რა არის? არეშვები ხო კიდე? ხედავ რა ქალია? ბიჭო, კალმისტარი არ დაგჭეს. რას მიყურებ? არაფერი. გამიხარდა შენი ნახვა. სულ დაბერდი, ჩომბე. მიდი საქმეს მიხედი. აი და ნაპამიც. მიდი რა, ჩომბე, საქმეს მიხედი. გასაღები მანდატორი. время деньги. ბიჭო, ტელეფონი დაგჭირ. ვაიმე. მაგუთ. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ლექსო კანკავას.
მანდატურს თხოვ შემოიყვანოს მოწმე. გთხოვთ, წარუდგინეთ თავის სასამართლოს. ლექსო კანკავა. ბატონო ლექსო. რელიგიურ ფიცს დადებთ თუ სამოქალაქოს? სამოქალაქოს. სასამართლოს წინაშე. პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით. ადასტურებთ თუ არა რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ? დიახ, ვადასტურებ. ბრალდების ხარეს შეუძლია დაიწყოს მოწმის დაკითხვა. ბატონო ლექსო, რა თანამდებობა გეკავათ და რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობაში? მუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ღრმა დაშიფვრისა და პროგრამული უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელად. ჯგუფს ევალებოდა თვალთვალი, ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება და მე მევალებოდა ჩემი ჯგუფისთვის ამოცანების და მითითებების დასმა და ამ ამოცანების შესრულების გაკონტროლება. გასაგებია. ბატონო ლექსო, გვიპასუხეთ. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან, ფარულ ჩანაწერებთან ან მიყურადების მასალებთან თუ გქონიათ საქმე? დიახ, ფარული კამერების ჩანაწერები მოდიოდა ჩვენთან. ჩვენ მათ შიფრავდით, ვაარქივებდით და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვიყავი მე. ვისგან ღებულობდით დავალებებს და ვის აბარებდით ანგარიშს? დავალებებს ვღებულობდი უშუალოდ მინისტრისგან და შესაბამისად მასალებსაც გადავცემდი მას. თავი შეიკავეთ ხმაურისგან. მასალებში რას გულისხმობთ? ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ძირითადად კომპრომატები. პირადი ცხოვრების სამსახველი ვინ ვისთან სად ხო ხდებით. ჩვენ ამას შემდეგ ვაარქივებდით და შემდეგ უკვე მიდიოდა მინისტრს. ფარულ ჩანაწერებში აქცენტი ვისზე კეთდებოდა? ძირითადად ოპოზიციაზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, პოლიტიკოსებზე, მთავრობის წევრებზე, ყველაზე. რა მოცულობის არქივზეა საუბარი? ათასობით ფაილზეა საუბარი. დააზუსტეთ თუ შეიძლება. 15-20,000 შეიძლება მეტი. ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყოველდღიურად იზრდებოდა რაოდენობა. ბატონო ლექსო, ფარულ კამერებს თქვენ ამონტაჟებდით? ამისთვის ცალკე ჯგუფი არსებობდა. სად იყო დამონტაჟებული ეს კამერები? ოფისებში, კაბინეტებში, რესტორნებში, სასტუმროებში, ლიფტებში, სათვალთვალო ობიექტის საცხოვრებელ სახლებში, კონსპირაციულ ბინებში, არ ვიცი, ყველგან. ბატონო ლექსო, თქვენ ახსენეთ, რომ მინისტრთან პირადი ცხოვრების სამსახველი კადრები მიგქონდათ, ხომ ასეა? დიახ. გვიპასუხეთ, რა იწვევდა მის განსაკუთრებულ ინტერესს და რა მიზანს ემსახურებოდა ამ კადრების მოპოვება და შენახვა? ქვეყანა ასე იმართებოდა. მე მინისტრთან მიმქონდა, მინისტრს იმასთან, ვინც ქვეყანას აკონტროლებდა. უილია. პრეზიდენტი. ვინ არის ეს? მათყუარა ცხოვრებაში პირველად ხედა. კონკრეტული ფაქტები დადოს. ბატონო ლექსო, თქვენ საიდან იცით, რომ აი ეს მასალები პრეზიდენტთან მიქონდათ? პირადად მინისტრს აქვს ჩემთან ნათქვამი, რომ სასწრაფოდ ჭირდებოდა კადრები პრეზიდენტისთვის გადასაცემად და რამდენჯერმე მათ სატელეფონო საუბარსაც შევესწარი. თავი შეიკავეთ ემოციისგან. ბატონო ლექსო, ესე იგი თქვენ ადასტურებთ, რომ პირადად დასწრები ხართ ლაპარაკს მინისტრსა და პრეზიდენტს შორის ამ მასალების თაობაზე. დიახ, სატელეფონო საუბარს. კიდევ ვინმეს თუ აძლევდით ამ მასალებს? არა, პირადად მინისტრს გადავცემდი სულ. ბრალდებას აღარ აქვს კითხვები მოწმეს. დაცვის მხარეს შეუძლია დაუსვას კითხვები მოწმეს.
მადლობ თქვენო ღირსება. ბატონ ლექსო, ვინ იყო თქვენი უშუალო ხელმძღვანელი? ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო დემნა ახალაძე. კარგით. ხართ უკაცრავად. დაბრძანდით. ბატონ ლექსო, რა მტკიცებულებებით დაადასტურებთ იმ ფაქტს, რომ თქვენ უშუალოდ მინისტრისგან, კონკრეტულად მინისტრისგან იღებდით ამ დავალებებს? ამას დაადასტურებს ნებისმიერი თანამშრომელი, ვინც მუშაობდა კუდის ღრმა დაშიფვრის დეპარტამენტში. კი ბატონო, და გააქვთ ამ გარემოებების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, თუ მხოლოდ სიტყვებზე შეგვიძლია რომ დავამყაროთ? თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მინისტრის მისაღებში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, სადაც ნახავთ, რომ მე ხშირად სტუმრობდი მას. ბატონო ლექსო, თქვენ ხომ არ დაამატებთ რაიმეს? ბატონო ლექსო, მე მინდა გკითხოთ. თქვენ შტატიანი თანამშრომელი ბრძანდებოდით? დიახ, ხელფასს ვიღებდი ჩვეულებრივ, გაფორმებული ვიყავი. ხელზე იღებდით თუ გერიცხებოდათ? ბანკის ანგარიშზე გვერიცხებოდა. ბატონო ლექსო, ხომ არ არსებობს რაიმე უწყება, სადაც თქვენი ხელფასის აღებაზე ფიქსირდება თქვენი ფაქსიმილე? დიახ, ალბათ იქნება, მომიწერია ხელი და. ხომ არ გეუბნებათ რაიმეს შემდეგი სახელი და გვარი, ვასილ ჯალიაშვილი, მეტსახელად ვასკა? დიახ, ვიცნობ. ჩემი ჯგუფის წევრი იყო. თუ აღარ არსებობს დამატებითი კითხვა, მოწმე თავისუფალია. კარგად ბრძანდებოდეთ. ბრალდების მხარეს თხოვ წარუდგინოს სასამართლოს მორიგი მოწმე. ვიძახებ მოწმეს ვასილ ჯალიაშვილს. მანდატურს თხოვ შემოიყვანოს ვასილ ჯალიაშვილი. მოწმე ჯალიაშვილი. სად არის? ალო? აი ეგ შაურმა გააკლდა შენ კუჭის სრულს რა. საიდან უყურებ ბიჭო? უკან გამოიხედე. მარტო მე კი არ დაგაფიქსირე. შენს უკან რომ წვანი ოპელი დგას. ნელა გააბარე თვალე. მე ის რომ ფიქსირე შომბე. 2 წუთის წინ აი მაგ ჯელმა ფოტო გადაგიღო. ძამო თურქული შაურმით ჩაწმულებული ეგ შენი სომხური კუჭი. რუსული ბორშით ჩაირეცხე, ძამო. კარგი გენაცვალე. Чего-нибудь желаете? Нет, спасибо. მაგარი პრაქტიკა ქონია აი. არა სამთავრობოები, ექსპერტიზა, прокуратура, полицейский, ყველა აქ არის კოდიკოსთან. Приблизительно 15 фотографий чем сахში შრება. ბინაში. მამე რა ვთქი? შენ თქვი სახლშიო. ვა, ბინა სახლი არა? არა, ჯონბეჯა. სახლია, ბინა. იცი რას გეტყვი ყალეჯან? ვიცი. შენი ნაციონალობა თბილისელობა. ძველი პესნია, ძველი. პესნი კი არა, კაცო. სიმღერა. ჩაგეთვალა. Чамертвала машалчала. Если я смог бы пожертвовать Тбилиси, я бы со своей семьей поехал бы в Кировоград. Сижу тут и занимаюсь блядством. И тиратон,
Вот возникает вопрос. Потому что я люблю этот город. Не могу без него. Оно в крови течет вот так. Не надо было мне на кировоградской женщине жениться. Надо было на Авлабарской. Была тут одна. Ах, мама Джан, какая девушка была. Я ее отцу говорю, дядя Армен, дай девку мне. И севицховро прогурайся. Чомбе? Рамтенჯერ რომ დამომეყვა ბიჭო. Калыджан, сердце не прикажешь. Я до сих пор эту обеду держу. ჭკვიანი კაცი ყოფილა ისამი. რა მაყუთის პატრონი შენახარ? კუჭი ჯიხმება ბიჭო, კუჭი. მე? ხო? მაყუთის მეტი რა? მე რა ქენირო? О, სწორი ხარ. Потом заставили тюрьму Хехе. Хехе. Кто Розу Бишипов собирал когда-либо? Это древняя грузинская поговорка, Калыджан. კარგი, საქმეს დავუბრუნდეთ. კოტეს ამბავი გასაგებია. ამათ მოეშვა. დაგაფიქსირეს. Ну, в какой работе проколов не бывает? ამ ქალსაყევი. Რომელიც სარწმუნოა ცხოვრობ. მეორეზე. სადარბაზოში ვიდეო თვალი დააყენა. ვინ შემოვა, ვინ გავა, ამ ქალის შესახებ ჩომბე ყველაფერი უნდა ვიცოდე. Если не секрет, ვინ არის ეს ქალი? Секрет. Ясно. Какой зракай клиенты. Mēs puli არ არის, ხლა? მე რა რო ფული. Ах, дядя Армен, отдал бы девку мне. ჩომბე, მეტაი შენ წამდაუწო არა ტრაგედია. მე კი არ ვატრაკებ. ჯიგარო. მე ვაშვაშე. რა შვები? ვიშვიშებ. ბიჭო, ქართული ენა არ იცი. ბიჭო, ნორმალური პროტეზი ჩაისვი შეჩემა და მე რამდენიც გინდა ივიშვიშ. მივდივარ. სურათი არ დაგჭირს ბებერო. შეიძლება? მოკლედ ასე იქნება ჩონდა რა. Хорошо? Оплатите там в кассу. Спасибо. Всё, взял? О. Алло. კი, ჩამოვდივარ ახლა.
მოახსენეთ სასამართლოს სად მუშაობდით და რა პოზიციას იკავებდით სამსახურში 2011 წელს. კუდში. რას ნიშნავს კუდი? ყველა ვიცის რას ნიშნავს კუდი. მე ვიცი რას ნიშნავს კუდი. ახლა კი გთხოვთ. გვითხრით თქვენი სამსახურის დასახელება ისე, რომ სასამართლოსთვისაც გასაგები იყოს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პროგრამისტი და ღრმა დაშიფვრის ოფიცერი ვასილ ჯალიაშვილი. ასე უფრო გასაგებია? გასაგებია, ბატონო ვასილ. შეგიძლიათ ვასკათი მომართოთ. ბატონო ვასილ. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ იმყოფებით სასამართლოს სხდომაზე. წესრიგის დარღვევის ან სასამართლოსთვის უპატივცემლობის შემთხვევაში შეიძლება დაგეკისროთ ფულადი ჯარიმა. ბატონო ვასილ, თქვენთვის გასაგებია, რაც ახლა ვთქვი. დიახ, გასაგებია, ახალი ჯარიმა ნამდვილად არ მჭირდება. ბატონო ვასილ, გასაგებია. კორექტულად თუ შეიძლება. დიახ. განაგრძეთ ქალბატონო პროკურორო. ბატონო ვასილ, მოახსენეთ სასამართლოს რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობაში. სათვალთვალო ობიექტების კომპიუტერებში შეღწევა, ინფორმაციის წამოღება, გაშიფრვა, კომპიუტერების ზომბირება, სათვალთვალო ობიექტის სახელით სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება. ბევრი რამე შედიოდა ჩემ მოვალეობაში და ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდებოდა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამისთვის სამსახურეობრივი სტანდარტული პროტოკოლები ნამდვილად არ გამოდგებოდა. შენ კიდე აქ ხარ? მოხვედი. მოველი კი არა სიკვდილს გადაგარჩინე. რა სიკვდილში ხო არა გაქშენ მოიცა. ცოტაც და გაგუდული დამხვდებოდ. რა ჯანდაბა გინდა? აი კეტები მინდა რომ გადაყარო რა. მოდი იცი რას გეტყვი? იდი ნახვი, მოხვედი, გამოძინებული, გაპარსული და მორალს მიკითხავდნენ. მესამე დღე აგზიო რექსონა მგონია თქო. მორალს კი არ გიკითხავ, პროსტა გაფრთხილებ რა. ხო იცი როგორც ხდება ხოლმე. მალე შენი კეტები სრულწლოვანი გახდება და არ გაგიკვირდეს სახლიდან რო წავა. ცოლს მოიყვანს. სხვაგან გადავა საცხოვრებლად. გთხოვთ. კარგად დაფიქრდით და გვიპასუხეთ. რა იცით სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით? მოპოვებული ინფორმაციის შესახებ და საერთოდ როგორ მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება თეთრაძის კომპიუტერიდან? არაფერი არ მოუღია თეთრაძის კომპიუტერიდან, ყველაფერი ჩვენი გაკეთებული იყო. გატეხე? თეთა არ მოუტყანი რა. იმიშვი? არა როგორ ჩავიკეთებს რას ამბობდი? შვილიშვილები როდის ეყოლება ძალიან მაინტერესებს. კაი, ბოდიში ხო. იქნება ჩემ შვილს ჩავოცნო. ეს გაკეთებულს ყველაფერს ვილოდი მაშინ. ბოდიში, მაგრამ ძალიან ყარხარ, აღარ შემიძლია. მუშაობ სამი დღე გადაბმულა და ყროლდები ნახავთ. დიდება შენ გამოჩინას რა, ხომ შვიდება? Здорово, босс. ბზანდა. ფანჯარა მაინც გამოაღეთ რა გჭირთ. ფანჯარა არ გვაქვს. გინდა გაგახარო? აბა. სატყუ არა გადაყლაპა. და ვინ გადააყლაპა? ფასკამ. აი შენ მაკეტებს თუ არ გადაყრი, მე ვიცი რასაც გადაგაყლაპებ, კაიგე ვასკა. შეიცა ყველა ამ ჩემ კეტებს რა. ყრალი. მოყევი. კაროჩე ტროიანი ფოტოებში ჩაუშიფრეთ, როგორც შენ თქვი ისე. მაგრამ არც ერთ სატყუ არაზე არ წამოვეგო, არც შიშველ ანჯელინაზე, არც ჩორენაზე, არც მოტოციკლებზე, არც ტანკზე და აი, ბოლოს რა მოხდა ის მოყევი. ბოლოს რა მოხდა და რაზე წამოვეგო ბოლოს? ბოლოს ამი დღე აქ ვინ მუშაობდა 24 საათის განმავლობაში? კაროჩე, ბოლოს როცა ჯიმი სახში იჯდა და ფიქრობდა, რომელი შამპუნით აიკაბებინა აბაზანა, რომელი ფილმი შეერჩია გუშინდელი საღამოსთვის და კიდევ იმაზე ფიქრობდა თუ გავიგე რომ პრემია შენ გეკუთვნის. მადლობა. სწორედ ამის მოსმენა მიტოდა. ვასკა ამ დროს იჯდა კომპიუტერთან თავისთან. თავს Red Bull-ით იწამლავდა და ფიქრობდა.
როგორ გამოვიჭერდით ჩამოწერილ პოლკოვნიკს, ორი ომის ვეტერანს. ისე არა, როგორც თქვენი ფიქრეთ და რაღაც 18 წლის ბიჭების სატყუარა ტიტლი განაგოგოები და ქალები, რამე ცოტა სერიოზული გჭირდებოდა, ხო ასე? ასეა. მოვიძიე სტატიები, ინფორმაციები მაკედონელზე, კეისარზე და ჰანიბალზე. შევქმენი საიტი, ავტვირთე ეს ინფორმაცია ომებზე, ომის სქემებზე, ამ სქემებში ჩაუშვი ჩვენი ტროიანი. და მოეკო. ანუ კაუჩზე. თუ ადგება განახებ რაზეცაა. ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ. დიახ. ბატონო ლექსო, თქვენ ახლა იმყოფებით მის კომპიუტერში და მისი სახელით შეგიძლიათ მიწეროთ თუნდაც ვლადიმერ პუტინს. დაგზავნეთ. ვა. პუტინს არა, მაგრამ მე ვიცი, რომ გავაკეთებ. და რა იყო ამ ოპერაციების მიზანი? მიზანი იყო, რომ პოლკოვნიკი თეთრაძე გამოგვიყვანა როგორც ქვეყნის მოღალატე, ისე რომ თითქოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობდა. მალადეც, ვასკა, მალადეც. აუცილებლად მოვახსენებ მინისტრს შენი დამსახურების შესახებ. მადლობა. ეხა ესენი ჩამიწერე ყველა ერთად. ფლეშკაზე, ხო? ხო იცი როგორ უყვართ ზევით ამას რო უყურებენ. მოვალ მალე. ფლეშკა. სად ტრაქში წაიღეთ ბლადეს ფლეშკები რა არის რა? ესაც წავიღე. უყურებენ ზევით. სრულიად საქართველო 24 საათის განმავლობაში შიმაობს. გითხარით თეთრაძის სახელით კიდევ რა სახის ოპერაციებს ახორციელებდით? რო დააკონკრეტოთ შეიძლება? შემიძლია. აი მაგალითად მიპასუხეთ. წერილების შინაარსს თქვენ ადგენდით? არა, როგორ გეკადრებათ? შინაარსი უკვე მოქონდათ, დაწერილი, ლექსოს მოქონდა ხოლმე. და ლექსოს ვინ ავალებდა? ქალბატონო მაგდა. ადი ცოტა. ბატონო ვასილ. ზედმეტი ფამილიარობის გარეშე თუ შეიძლება. განაგზეთ ქალბატონო პროკურორო. ხოლოთ ამით შემოიფარგლებოდა თქვენი როლი სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით? არა. ჩვენ ხმის ჩანაწერებსაც ვაყალბებდით. სატელეფონო სკაიპი ისე მართლა მაგარი რაღაცა რაც არ გიბაზრია იმას რო გასმენინებენ. ანუ ყალფ აუდიო ჩანაწერებსაც ქმნიდით, ხომ? შეიძლება ასეც ითქვას. Stop. არა. არ მომწონს რა. ბიჭო, უფრო უნდა გამოიკვეთოს რა, რომ ეს პოლკოვნიკი არის ქვეყნის მოღალატე. ვის ელაპარაკება? უნდა გვესმოდეს ვის ელაპარაკება, ხო ხვდები? რუსულად ლაპარაკობს. ოჰო, რუსულად ლაპარაკობს. და ბიჭო, აი უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს, ხო? გესმისა რა. როგორ ხნათ რა ვიცი. მეოთხე წინადადებამდე იყოს, კაია. დანარჩენს თავი დამწერთ. მარტი. ხმა გამოვშვი შენ. რა დავარქვა ფაილს? ენვერი არა გულივერი. მე გადავები შეჭი. რას გეღადავები, კაცო, რასაც გეუნები გააკეთე რა. აუსულით აბა ხა. მიგება?
აი მან დაიჭირე? ოკეი. იგარი? ხო, იგარი. აი მან ჩასვი. გავშვიხა. გასაგებია ბატონო ვასილ. თქვენო ღირსებავ, ბრალდება აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. დაცვის ხარეს შეუძლია დაკითხოს მოწმე. მადლობთ. ბატონო ვასილ, უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრისგან ოდესმე თუ მიგიღიათ მსგავსი დავალება? არა, პირადად არც შევხვედრილ ვარ. სასიამოვნო. გასაგებია. მაშინ გაგვიმარტეთ. რას ნიშნავს, როდესაც ახსენებთ სიტყვას ზემოთ? ზემოთ გულისხმობ ჩვენს ზემოთ. ზემოთ. მეტი შეკითხვა არ გვაქვს. მადლობთ. ბატონო ვასილ, მინდა განგიმარტოთ, რომ თქვენს მიერ წარმოთქმული ნებისმიერი ორაზროვანი ფრაზა შესაძლოა თქვენთვისვე საზიანო მნიშვნელობით იყოს აღქმული. როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის ინტერესები ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა. ამიტომ მეც მინდა გკითხოთ, რას გულისხმობდით, როცა ამბობდით სიტყვას ზემოთ? ზემოთ, ბატონო მოსამართლე. ზემოთ. სიჩუმე დარბაზში. ყელში მაქვს უკვე ამათი ყველაფერი. არა, დღესვე უნდა მოვჩვით, ბიჭო, სასტრაფოა, რა გჭირთე? დღესვე. ეხლა ძალიან მალე ესენი გადაიტანეთ ჩიპებზე და კუდის ბიჭებს უნდა დაურიგოთ. თან ჩვენ გველოდებიან ოპერაციაზე არიან, მალე რა. დავიდა შენ! დავიდა! შენ თაგვაქვს საქმე, ბიჭო. ფლეშ გადაცებნე რა გეხვეწები. სადღა მოუძებნო. მან ნახე სადმე ეგრება, ოი. დიახ ბატონო მიხეილ. კი. რამდენიმე წუთიც და დიახ. კარგი. მალე. მიდი და. აი ბატონო გიორგი, იქეთ ოთახში ვიპოვეთ. პროცესორი წამოიღო. თუ კითხვები აღარ გაქვთ, მოწმე თავისუფალი. თავისუფალი ბრძანდებით. რესტარტი. სიჩუმე დარბაზში. სიჩუმე დარბაზში. საერთაშორისო მასხარები ხარ. მერზო, შენება გაჩენ. ბატონო, დაბრძანდით თუ შეიძლება. იმიტომ ზიხარ მან. ეს საწავიღო. ეს შენ კონტო. გერჟველერ მერქუნათნე. Светика чего-то. Ай, мама. Света? Это ты? Чонде? Светик Джан, Саватан, ты откуда? Слушай, с неба упала, что ли? Чонбик. Столько лет, сколько жив? Откуда ты, слушай? Салоники, да. Откуда?
სამურიგე სადაც მიჩ. როგორ არ ვიცი. რასაც გიხარ, მოდი მანქანაში ჩავდებით, მოდი გენაცვალე. შენი მანქანა? конечно, моя машина. Да, моя. Пошли, моя хорошая, пошли без саватанем. Пошли, моя хорошая. დიდი მადლობა. მოდი სავატანე, მოდი. აბა. სავატ. არა უშავს. იქნებ არ გინდოდა. Иди садись. Иди, моя хорошая. Иди. Нет, подожди. Иди вот сюда садись. Сейчас тут саватанем. Вай. Спасибо. Купи ночи. Что? Ах, саватанем.